როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს გავშალოთ, როცა ორივე მხარე დომს და მთავარი კითხვა, რა გაიაზრა ამ პერიოდში და რა შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება აგებული მისი ფიქრებიდან გამომდინარე და სასიამოვნო მოსმენას გისურვებთ. როგორ არის ახლა? ნახოთ. ეხლა როგორ არის? და მთავარი კითხვა, რა გაიაზრა ამ უკონტაქტობის პერიოდში? რა გაიაზრა? რა შეიძლება აქედან გამოვიდეს? ნახოთ პროგნოზი, რა შეიძლება აქედან გამოვიდეს? და მისი მთავარი ფიქრი, ყველაზე მთავარი ფიქრი. რა არის მისი ყველაზე მთავარი ფიქრი? ან დავდოთ ეს აქ. ჯერ ნახოთ მისი ენერგიები თქვენს მიმართ. ესე იგი, მისი მთავარი ენერგიები არის იმაზე, თუ სათხარ შენ. სათხარ შენ. როგორ ხარ შენ? რატომ წახვედი შენ? ყველაფერი არის შენ. ნო მე ზუსტად არ ვიცი ახლა თქვენ შორის რა მოხდა და ვინ რატომ წავიდა, მაგრამ ეს ადამიანი კონკრეტულად შენს წასვლაზე ფიქრობს, რომ თითქოს შენ იმდენად გაიზარდე და იმდენად შეიცვალე, რომ აღარ გიღირს უკან მოიხედო და თუ მოიხედავ, ეს არის ტკივილით სავსე. ეს იმაზე კარგი მესიჯია, ვიდრე სანამ გადავალ ახლა რა გაიაზრა ამასობაში, თუმცა ესეც საინტერესოა. ესე იგი, მთავარი ფიქრები მაინც თქვენზე ეწყება და ეს ურთიერთობა მაინც აქვე გეტყვი, მისი აზრითაც შენ კი წადი მისგან და ნუ რა ამის ახლა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მაინც გონია, რომ შემოტრიალდები, მაინც გონია, რომ აღდგება ყველაფერი და კარგად იქნება ყველაფერი, თითქოს ამის იმედი აქვს ადამიანს. ნახოთ, რა გაიაზრა ამასობაში, რა გაიაზრა. საინტერესოა ძალიან რა გაიაზრა. ყველაფერს შეხედა ძალიან შელამაზების გარეშე. მისთვის ეს არ იყო სიურპრიზი, მაგრამ მაინც დღევანდელი თქვენი უკონტაქტობა თან შე რომ უკან არის ხედები, ეს არის მისთვის ძალიან დიდი დარტყმა და იმას იაზრებს, რომ შიგადაში ისე უტევს ემოციები შენს მიმართ, რომ ვერ ვიტყვი, რომ თვითონ ამას არ მოელოდაო, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან და გარემოებიდან გამომდინარე, ცოტა არ იყოს ეს მისი შემოტევითი ემოციები, ნუ ასეთ ვისაჭიროთ, რომ უადგილოა. აქ არის ძალიან ესეთი დისბალანსი. პირველი, რაც მინდა ვთქვა და ზუსტად იცის, რომ მისი გრძნობა და მისი ნაბიჯები არ იყო იმას, რომ შენ გაჩერებულიყავი და შენ ეს ძალიან კარგად იცი, შენ მეტი გინდო და მინიმუმ ემოციაზე მაქვს აქ საუბარი. ამიტომ ამასაც ძალიან კარგად იაზრებს ადამიანი და შენი წასვლა მისთვის ძალიან დიდი დარტყმა და განსაკუთრებით, როცა დღემდე მაინც კი პაჟია, მაგრამ გულწრფელი პაჟი გყავს, დღემდე მაინც გულწრფელი ადამიანი თქვენს მიმართ დამოკიდებულებაში. მისი მთავარი ფიქრი ვნახოთ თქვენზე. მისი მთავარი ფიქრი. მისი მთავარი ფიქრი არის, იმიტომ არის ესე, რომ დარტყმები აქვს. მიწის ვრა რო არის 5 ბალიანი, მე რომ იმადებს 7, 8 ბალი და იმედია რომ თავზე არაფერი არ ჩამოენგრევას და ესეთი სიტუაცია. სულ შენზე ფიქრობს. თქვენზე ფიქრობს, თქვენს ხასიათებზე ფიქრობს. მაინც ვერ უყურებ, რომ ფარხმალი აქვს დაყრილი. ანუ შეიძლება მართლა არ კონტაქტობთ ერთმანეთთან, მაგრამ თავში, სულში ყველაფერი ისეა, რომ გეგონება აქტიურად ხართ ურთიერთობაში. სულები აქტიურად არის ურთიერთობაში, მაგრამ არა მოქმედებით ერთმანეთთან. მაგრამ ისი აპირებს, მე მაინც რო უყურებ ამას, გააჩინე შენ რა იცი როგორ მომენტია, მე მოვიქცევი ესე მაგალითად თან манипуляციურად, რა თქმა უნდა. მაგრამ თქვენ ერთმანეთი ძალიან კარგად იცით.
ხო და აქედან გამომდინარე რომ ერთმანეთი კარგად იცით ძალიან ფრთხილია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარი ფიქრი არის თქვენ ხართ მთავარი ფიქრი, რა ქვიათ არ ვიცი, მაგრამ რაც არ უნდა გერქვათ, შენ სახელი ქვია მის ფიქრებს, რა შეიძლება აქედან გამოვიდეს. ვაუ, რა კარგია. მაგრამ არა უშავს. 4-იანითაც დიდად არ მიყვარს. შენ ამ ურთიერთობაში ის დაინახე, რაც არ გინდოდა. საერთოდ რისიც გეშინია, ყველა ადამიანს რაღაცის გვეშინია, მაგრამ ნახე აკრეატებულად რო არის ეს უკვე რაღაცა რო გეშინია და ეს რო თავარი შიშია, თითქოს იმას მაინც იწევებ და ხო, არ ვიცი რა გაგახარებს ამ ურთიერთობაში კონკრეტულად, რაც ნანახი გაქვს და შეგრძნებული გაქვს ემოციის დონეზე უკვე. მაგრამ რა შეიძლება აქედან გამოვიდეს, თლად მასეც მივიქნებით გულდაწყვეტილი და გულგატეხილი, იმიტომ შესაძლებლობა აქ არის. შენ კონკრეტულად აქ გინდა გულწრფელი ძალიან დიდი დოზით გრძნობა, რომელიც გაკლია შენ. ანუ არ არის ეს თითქოს ისე როგორც შენ გინდა, როგორც შენ ხედავ. ხო და ისე ხარ ჩაფლული ამ სევდაში, რომ შეიძლება ვერ ამჩნევდე იმ ფაქტსაც, რომ ადამიანები, ყველა არა, მაგრამ მაინც იცვლებიან და იზრდება მაგათი ემოციებიც. დამოკიდებულებას და ამის შესაძლებლობა არის და განიხილება რა თქმა უნდა მისი მხრიდან ახალი შანსები, რაღაც ახალი ფეთქებადი ემოცია, რო გონია რომ არაფერი არ იქნება, მაგრამ თურმე აქ ყოფილა ფანტანი ემოციის და ისევ ყველაფერი კარგად იქნება ემოციურად. მაგრამ მე არა მაქვს იმედი იმის, რომ თქვენ ახლა ამ მომენტში ესე კეთილად იყოთ განწყობილი. მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, არ მოიწყინოთ. მართლა გეუბნებით, მე აქ უყურებ კიდე, უბრალოდ გათვლილი არკანები მაქვს. დანარჩენი დამატებითი არ არის საჭირო, რაც მე უნდა ვთქვა. მეინდეთ ზოგადი გაშლების მადლით ყველაფერი კარგად იქნება. არ დაუთმოთ არანაირ სიტუაციას ამდენი მოწყენისთვის დრო და 4-იანი თასის მოწყენა არის შეიძლება ყველაფერი კონდეს. არც არაფერი არ გაკლდეს, მაგრამ ვერ გებულობ რა გაკლია მაინც და რატო ხარ რაღაცნაირად ცუდად. არ ღირს გეუბნებით. ყველაფერი იქნება კარგად. მე ყველას გელოდებით კომენტარებში დროებით.